გამარჯობა. დღეს ერთად გავარკვევთ, როგორ გახდა უორენ ბაფეტი ის, ვინც არის. დამიჯერებ, ეს არ არის უბრალოდ ერთი წარმატებული ადამიანის ისტორია. ეს არის პრაქტიკული გაკვეთილები, რომელთა გამოყენება ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია საკუთარი ფინანსური მომავლის შესაცვლელად. მზად ხართ? ძალიან კარგი. დავიწყოთ. მოდით პირდაპირ დავიწყოთ. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის, რომ ზოგი მთელი ცხოვრება მუშაობს, ოფს ხრის, მაგრამ ფინანსურად მაინც უჭირს, სხვები კი თითქოს არაფერს აკეთებენ და ფული თავისით ემატებათ. ეს ის კითხვაა, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს, არა? და აი, სიმართლეც, რომელიც ცოტა არ იყოს სასტიკია. მარტო ბევრი შრომა სამწუხაროდ საკმარისი არ არის. თუ ნამდვილი ფინანსური თავისუფლება გინდათ, უნდა ისწავლოთ თამაში, რომელსაც ინვესტირება ჰქვია. სწორედ ეს აქცევს ჩვეულებრივ შემოსავალს ნამდვილ სიმდიდრედ. უორენ ბაფეტის ისტორია ზღაპარს გავს. კი, ის 32 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. წარმოიდგინეთ 19 წლის ბიჭი, რომელსაც ხელში ჩაუვარდება ერთი შეხედვით საშინლად მოსაწყენი წიგნი, ბენჟამინ გრემის გონიერი ინვესტორი. სწორედ ამ წიგნმა შეცვალა მისი ცხოვრება სამუდამოდ. მაშასე, დავიწყოთ პირველი და სიმართლე გითხრათ ყველაზე მთავარი პრინციპების ჯგუფით, რომელიც ფსიქოლოგიას ეხება. აქ მთავარია საკუთარი ემოციების მოთოკვა, რადგან ინვესტირების სამყაროში თქვენი ყველაზე დიდი მტერი, როგორც წესი, სარკეში იღურება. აი ნახეთ, თვით ისააკ ნიუტონი, ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, საფონდო ბირჟაზე სრულიად გაკოტრდა. როგორც თავად თქვა, ვარსკვლავების მოძრაობას კი ვითვლი, მაგრამ ადამიანების სიგიჟეს ვერაფერს უხერხებო. ხომ ხდებით? ინვესტირება IQ-ს ტესტი არ არის, ეს ემოციების მართვის გამოცდაა. მოდით ასეთი რამ წარმოვიდგინოთ. ყავს ორი მეგობარი, ორივე $100,000 აქვს. პირველი ირჩევს სტაბილურ და პროგნოზირებად ცოტა მოსაწყენ, მაგრამ გარანტირებულ 7%-იან ზრდას. მეორე კი ცდუნებას ვერ უძლებს და ფულს დებს ცხელ ფონდში, რომელიც 13%-ს პირდება. თუმცა პირველივე წელს 50%-იან ზარალს ნახულობს. და აი აქ იწყება, რასაც ქვია დანაკარგის სასტიკი მათემატიკა. თუ თქვენი ფულის ნახევარს, ანუ 50%-ს დაკარგავთ, საწყის ნიშნულზე დასაბრუნებლად 50%-იანი ზრდა კი არ გჭირდებათ, არამედ მთელი 100%-იანი. უბრალოდ დაფიქრით, ამიტომ არის ბაფეტის პირველი წესი, არასდროს დაკარგო ფული და მეორე წესი, არასდროს დაივიწყო პირველი წესი. წარმოიდგინეთ ბაზარი, როგორც ერთი ემოციური ადამიანი. მოდი, მისტერ მარკეტი დავარქვათ. ხან ეიფორიაშია და ყველაფერს კოსმოსურ ფასად გთავაზობთ, ხან კი ფანიკაში ვარდება და საუკეთესო აქტივებს კაპიკებად ყიდის. ბაფეტის სტრატეგია იყიდე მაშინ, როცა სხვები პანიკაში ყიდიან, რადგან კრიზისი, კატასტროფა კი არა, უბრალოდ დიდი ფასდაკლებაა. კარგი, გადავედით შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომელიც ფასს ეხება. იცით, შეგიძლიათ მსოფლიოში საუკეთესო რამ იყიდოთ, მაგრამ თუ მასში იმაზე მეც გადაიხდით, ვიდრე ღირს, ეს მაინც ცუდი გარიგება იქნება. ბაფეტის მთავარი იდეა, მისი ფილოსოფიის ქვაკუთხუთხედი არის უსაფრთხოების ზღვარი. რას ნიშნავს ეს? ძალიან მარტივად. ეს არის განსხვავება კომპანიის რეალურ შინაგან ღირებულებასა და იმ საბაზრო ფასს შორის, რასაც თქვენ იხდით. მიზანი ყოველთვის ერთია, იყიდო $1 40 ცენტად, ანუ გადაიხადო ბევრად ნაკლები, ვიდრე რაღაც სინამდვილეში ღირს. ამაზე კარგი ანალოგია ალბათ არ არსებობს. წარმოიდგინეთ ხიდი. თუ ინჟინერი გეუბნებათ, რომ ხიდი 30 ტონას უძლებს, თქვენ ხომ არ გარისკავთ და 29,5 ტონიან სატვირთოს ხომ არ გაატარებთ. რა თქმა უნდა, არა. უსაფრთხოებისთვის მასზე მაქსიმუმ 10 ტონიან მანქანას გაატარებთ. სწორედ ეს არის უსაფრთხოების ზღვარი ინვესტირებაშიც. ანაი კიდევ ერთი მაგალითი. ყველამ ვიცით, რომ ფერარი მაგარი მანქანაა, ხო? მაგრამ თუ ვინმე გეტყვით, რომ $2 მილიონად უნდა იყიდოთ, ეს ხომ საშინელი გარიგება იქნება. ანალოგიურად, მსოფლიოში საუკეთესო კომპანიაც კი შეიძლება კატასტროფული ინვესტიცია აღმოჩნდეს, თუ მისი აქციების ფასი ცას არის მიბჯენილი. და მივადეკით პრინციპების ბოლო მესამე ჯგუფს. ეს უკვე აზროვნებას ეხება. უნდა შეწყვიტოთ ეკრანზე მოციმციმე ციფრებისთვის თვალის დევნება და გააცნობიეროთ, რომ თქვენ ყიდულობთ არა უბრალოდ აქციას, არამედ ნამდვილი ბიზნესის ნაწილს. ბაზარზე ორი ტიპის ადამიანია. სპეკულანტი უბრალოდ იმედოვნებს, რომ ფასი გაიზრდება. ის ჭორებს და ხმებს მისდევს, ფაქტობრივად თამაშობს. მფლობელი კი სხვაგვარად ფიქრობს. ის სწავლობს ბიზნესს, ესმის როგორ აკეთებს კომპანია ფულს და ყიდულობს მას გრძელვადიანი პერსპექტივით. ის ყიდულობს რეალურ კომპანიას, მის ქარხნებს, თანამშრომლებსა და მომავალს. აბა, საიდან უნდა ვიცოდეთ, როდის არის ბაზარზე შესვლის საუკეთესო დრო? პასუხი მარტივია.
არავინ იცის და არც არის საჭირო. ამისთვის არსებობს გენიალურად მარტივი სტრატეგია. უბრალოდ ჩადეთ ფიქსირებული თანხა რეგულარულად, მაგალითად ყოველთვიურად. როცა ბაზარი დაეცემა, თქვენი ფულით ავტომატურად მეტ აქციას იყიდით, როცა აიწევს, ნაკლებს. დროთა განმავლობაში ეს სტრატეგია რისკებს საოცრად ამცირებს. ბაფეტს აქვს ასეთი ოქროს წესი, ერთგვარი ტესტი. ჩადეთ ფული მხოლოდ იმაში, რაც კარგად გესმით. თუ თქვენ 10 წლის ბავშვს უმარტივესად ვერ აუხსნით, როგორ შოულობს ფულს კომპანია, რომლის აქციების ყიდვასაც აპირებთ, ესე იგი თავის შორს უნდა დაიჭიროთ. ახლა კი ყურადღებით, ეს ციფრები შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო 2%-იანი წლიური საკომისიო, რომელსაც საინვესტიციო ფონდებს უხდით, გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფაა. 20 წლის შემდეგ ეს პატარა პროცენტი თქვენი პოტენციური სიმდიდრის თითქმის ნახევარს, 45%-ს უბრალოდ წაგართმევთ. ეს არის ჩუმი მძარცველი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს. და ბოლოს, მოდით ვისაუბროთ ყველაზე მთავარზე. ეს უკვე უბრალოდ საინვესტიციო წესი კი არა, ფუნდამენტური გაგებაა იმისა, თუ რა არის სიმდიდრე სინამდვილეში. წარმოიდგინეთ ექიმი, რომელიც თვეში $25,000 გამოიმუშავებს, მაგრამ ხარჯავს $24,000. თვის ბოლოს მას მხოლოდ $10,000 რჩება. ახლა წარმოიდგინეთ სანტექნიკოსი, რომელიც 5,000 შოულობს, მაგრამ მხოლოდ 3,000 ხარჯავს და 2,000 ინახავს. მას ვინ მდიდრდება რეალურად? პასუხი აშკარაა. სანტექნიკოსი სიმდიდრეს ორჯერ უფრო სწრაფად აგროვებს, ვიდრე მაღალანაზღაურებადი ექიმი. დაიმახსოვრეთ ეს სამუდამოდ. სიმდიდრე არ არის ის, რასაც გამოიმუშავებ, სიმდიდრე არის ის, რასაც ინახავ. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა საკუთარ თავს დაუსვათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. თქვენი ფინანსური გადაწყვეტილებები ნამდვილი სიმდიდრის შექმნას ემსახურება, თუ უბრალოდ კარგად გამოჩენის სურვილს და სხვაბზე შთაბეჭდილების მოხდენას? ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად მთელ თქვენს ფინანსურ მომავალს განსაზღვრავს.